შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება მორფინის უკანონო რეალიზაცია. მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ნარკოტიკული საშუალება უპრენორფინი, რომელსაც ბრალდებულები მართსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 260 ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.